რატომ ვიძახი რომ ეს არის ადვილი და ადვილი მისაღწევია, ადვილი გასაკეთებელია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენ დაიწყოთ მუშაობა. ჯერ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ სადამდე გინდათ მიღწევა. ვთქვათ, გინდათ დირექტორობა, ხო? ჯერ უნდა ვიცოდეთ მიზანი რა გვინდა. შემდეგ უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. მუშაობა თქვენ როგორც მოიხერხებთ. თქვენი პირადი გვერდიდან სარეგისტრაციო ლინკები, სატვირთვა კატალოგების, ან ონლაინ მუშაობაზე ვაკეთებ ახლა აქცენტს მე, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი ონლაინ არის გადასული და ბევრად მარტივია, ვიდრე ის ხერხი, რა ხერხითაც მე ვმუშაობდი. ამიტომ ხაზს ვუსვამ ონლაინ მუშაობას და აქცენტს ვაკეთებ ამაზე. რა ვიცი, თქვენ შეიძლება პირადად მოიწვიოთ და იცნობდეთ ადამიანებს და ისინი დაარეგისტრიროთ. კი ბატონო, მაგრამ მე გიხსნით ონლაინ მუშაობას. შემდეგ მოწვეულ ადამიანებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან თქვენს გუნდში, აუცილებლად უნდა გაეცნოთ, უნდა გქონდეთ მათთან კომუნიკაცია, უნდა გააკეთოთ საერთო ჩატი, სადაც მიაწოდებთ ინფორმაციას და იმიტომ ვამბობ ჩატი, რომ სათითაოდ არ ურეკოთ, მაგალითად დაარეგისტრირეთ 30 ადამიანი, ხო? 30 ადამიანს რო ცალ-ცალკე არ ურეკოთ და თქვენი დრო ამაში არ დაიხარჯოს, ჩატი არის ყველაზე მოკლე გზა, ერთი SMS-ით მიაწვდინო 30 ადამიანს ხმა. უნდა აუხსნათ ამ კონსულტანტებს დარეგისტრირებულებს რა პრივილეგიები ექნებათ. ის რომ მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას. ის რომ თუ 50 ქულა ექნებათ, მიიღებენ 26%-იან ფასდაკლებას. ის რომ თუ 100 ქულა ექნებათ, არის სხვადასხვა აქციები, იქნებიან დრაივ მონაწილე, იქნებიან ვიპ კონსულტანტი, ექნებათ პრივილეგიები. ანუ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აუხსნათ და აჩვენოთ ეს მარკეტინგი, რომ მათაც დაიწყონ ბიზნესის კეთება. დამიჯერეთ, აი როგორც ჩემს ბავშვობაში მასწავლებლობა ითვლებოდა ყველაზე კარგ პროფესიად, იმიტომ რომ ქალი იყო სახლში და შეეძლო თან ემუშავა, ანუ ცოტა დრო ჭირდებოდა, ზუსტად ისეა 21 საუკუნეში ქსელური ბიზნესი. თქვენ ხართ სახლში, თქვენ შვილებთან, თქვენზე მორგებული გრაფიკია, მუშაობთ ისე როგორც თქვენ გინდათ და დღეს ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა მეორე ინფლუენსერი, ანუ ჩათვალეთ რომ უნდა გახდეთ ინფლუენსერი, ჩათვალეთ რომ აი ინფლუენსერები როგორც რომელიღაცა კომპანიას უკეთებენ რეკლამას, მაგრამ უყურებთ არა რომ რამდენ რამეს უკეთებენ. ზუსტად ისე უნდა გაუკეთოთ უბრალოდ თქვენს ბიზნეს რეკლამა და ეგ არის მთელი მუშაობა, ეგ არის მთელი პრინციპი. რა თქმა უნდა, როცა მარკეტინგი კარგად იცი და როცა უხსნის სხვასაც, რომ როგორ გამოიმუშავებს ფულს და უნდა დაანახოთ, რომ აქ არის ფული და აქ შეიძლება ფულის გამომუშავება და იმაზე დიდი შემოსავალი ვიდრე ნებისმიერ სამსახურში, დამიჯერეთ ყველა გამოყვებად. ასე რომ ძალიან ჩემი აზრით მარტივია. ონლაინ მუშაობა დღეს არის ყველაზე მარტივი. რა უნდა შემდეგ გუნდთან მუშაობა დაგჭირდებათ, ანუ ყველას უნდა მიაწოდოთ აქციები, რა აქცია არის, ის რომ თუნდაც ახლა უთოს აქცია არის, რომ მიიღებენ საჩუქრებს, ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ შეკვეთის გაფორმება, რომ ასწავლოთ სხვასაც, შეგიძლიათ ჩემი ვიდეოები, სასწავლო ვიდეოები წაიღოთ და გამოიყენოთ, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან მარტივია, თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივა, რა თქმა უნდა, მეც აქ ვარ და დაგეხმარებით. და ამაზე არაერთხელ ჩავწერ კიდევ ვიდეოს.